აჰა. ესეთი თემა არის, რომელიც დღეს დავაანონსე და რო დავაანონსე, რამდენიმე წამის შემდეგ დამირეკა ერთმა მეგობარმა და საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ. და მეგობარმა მითხრა, რომ მე ვფიქრობ, რომ შენ ძალიან ხშირად ტყუილად ლაპარაკობო. ну, ესე სიტყვით შეიძლება არ მითხრა, მაგრამ აი ვცდილობ, რომ ზუსტად გაგიმეოროთ. იმიტომ რომ შენ ისეთ თემებზე ლაპარაკობ, რომელიც ძალიან ცოტა ადამიანს აინტერესებს, ან ესმისო და ისიც მესმისო და ხვდებიო, რომ შენ არ ხარ ის ტიპი, რომ დაჯდე ეხლა და ადაბე ილაპარაკო იმისთვის, რომ ბევრმა ხალხმა მოგისმინოს და ბევრმა გაიგოსო. და რაღაცნაირად ამ ხარს მიჭერდა ეს ყველაფერი რომ მითხრა, იმიტომ რომ ეს როგორც ჩანს შოპენჰაუერის შესახებ რომ დავდე რომ ვაპირებდი ლაპარაკს, უკვე ნამეტანი მომივიდა. იმიტომ რომ ისედაც რაებსაც ვლაპარაკობ ხოლმე არ არის ის რაც პოპულარულია, ასე ვთქვათ. და პოპულისტური თუ რაც გნებავ დაარქვით და ეხლა თლად შოპენჰაუერზე რომ მინდა რომ რაღაცა მისი იდეები ვთქვა, რომელსაც შევეკამათები ეხლა ლაივში და მე ვთქვა იდეები, რომელსაც ვეთანხმები ნაწილობრივ და კიდევ უფრო სიღრმეში წავიდე, ვიცი რომ ძალიან ბევრი მაყურებელი და მსმენელი ამას არ ეყოლება, მაგრამ ეს ყველაფერი ვიცი, ახალი არ არის ჩემთვის, ოკეი ვარ ამასთან, იმასთანაც ოკეი ვარ, რომ საერთოდ არავინ არ ნახოს, იმიტომ რომ რაღაცა იდეები და რაღაცა საზრისები, როდესაც მოდის ჩემში, მე მინდა რომ ისინი გამოვხატო. ეს ის ვარიანტია, მე ჩემსას ვაკეთებ და დანარჩენი თქვენსაც აკეთებთ, ყველა თავისას აკეთებს და პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა, ხანდახან მეც მინდა ხოლმე რომ მსმენელი მყავდეს და დიალოგშიც ვიყო. და ნუ ესეც ოკეია, მაგრამ ეხლა შოპენჰაუერზე როცა ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, არ მაქვს დიდი ილუზია, რომ ამას ბევრი მსმენელი და მაყურებელი ეყოლება. ну, პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ შოპენჰაუერს მე კარგად არ ვიცნობ, ვინც თქვათ შოპენჰაუერის კარგი მკვლევარია და კარგი მცოდნეა. მე მინდა რომ წინასწარ ვთქვა, რომ შეიძლება იყოს ჩემს მიერ მოყვანილ ციტატებში თუ სხვა საზრისებში, რაც შოპენჰაუერს ეხება, იყოს ლაფსუსები, იმიტომ რომ მე თვითონაც ვიცი, როცა რაღაცაში სიღრმისეულად ვერ ყვევი, მე გრძნობ ამას და შოპენჰაუერი ნამდვილად არ არის ეს შემთხვევა, თუმცა რაღაც დონეზე ვიცნობ მას, ძალიან მაინტერესებს, მიყვარს და ამიტომაც გადავწყვიტე რომ ვისაუბრო. ну, პირველ რიგში შოპენჰაუერის ერთი ძალიან ცნობილი თეზისია, რომ ჭკუა არის უბედურების საწინდარი. რომ რაც უფრო ინტელექტუალია ადამიანი, მით უფრო მისი ცხოვრება ხდება უბედურებით სავსე და რომ ბედნიერება არის სისულელეში. ეს არის ერთ-ერთი ძალიან ისეთი ცნობილი და მსხვილი თეზისი. რითიც შოპენჰაუერი სხვათა შორის უპირისპირდება სხვა ბევრ ფილოსოფოსს, რომლებიც მიიჩნევდნენ ინტელექტის განვითარებას წარმატების და ასე ვთქვათ წინსვლის ფაქტორად. და საერთოდ განვითარებას, ბედნიერებას და სიხარულს ხედავდნენ ამაში ისინი. მათ სწამდათ, რომ ინტელექტის განვითარება ამას მოიტანდა. ხოლო შოპენჰაუერმა მათ საწინააღმდეგოდ ესეთი თეზისი განაცხადა, რომ ბედნიერება სისულელეშია და ჭკუას მოაქვს უბედურება. ეს არის თეზისი, რომელსაც მე ახლა შევეცდები, რომ დაუპირისპირდე კრიტიკულად და ну, ჯერ და პირველ რიგში ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ინტელექტის განვითარება არ განაპირობებს ბედნიერებას. ამაში აბსოლუტურად მართალია შოპენჰაუერი, ვეთანხმები ჩემი გადასახედიდან. ასევე არ ვეთანხმები, რომ ინტელექტის განვითარება უბედურების მომტანია. ამაშიც არ ვეთანხმები, ანუ ნაწილობრივ ვეთანხმები ამ ფრაზის თქმის დროს. მე საერთოდ ვთვლი, რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული ფორმულა, რაც ადამიანს ბედნიერებას მოუტანდა. ასევე ვეთანხმები შოპენჰაუერს იმაში, რომ ბედნიერების ძიება არ არის ადამიანის ყველაზე დიადი დანიშნულება. ბედნიერება არის რაღაც ლატარია ჩემი გადასახედიდან, რომელიც ზოგჯერ ხანდახან მოდის. და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ მივიღოთ ის, როცა მოდის და როდესაც მიდის ჩვენგან, მზად ვიყოთ, რომ გაუშვათ. ეს რთულია, მაგრამ მზადყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ჰოპ და ეგრევე გამოგვივა. მზადყოფნა, მზაობა ნიშნავს განწყობას და ცოდნას იმისა, რომ ეს შესაძლებელია. ისიც შესაძლებელია, რომ მოვიდეს, ისიც შესაძლებელია, რომ წავიდეს. და მე არ ვფიქრობ, რომ ბედნიერება უკავშირდება ან ინტელექტობას, ან ინტელექტუალიზმს. ну, ეს ლამაზი ნათქვამია, ფრთიანი ნათქვამია, რომ თუ ბედნიერება გინდა სულელი იყავი, ფაქტიურად ესე გამოდის, რასაც შოპენჰაუერი ამბობს, და ამით სადღაც მიდის რაციონალიზაცია, თავის მართლება, რატომ არის თვითონ უბედური. ალბათ თავს უბედურად
ინტელექტურად გრძნობდა. ეს დასკვნა მაქვს გამოტანილი. იმიტომ რომ შოპენჰაუერი კარგად აღიქვავდა, რომ არის ინტელექტუალი, ბევრმა ინტელექტუალმა იცოდა თავის თავზე, რომ არის ინტელექტუალი და შესაბამისად, რო ხედავდა, რომ ინტელექტუალი ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა, ხო, ეხა რო გადავხედოთ ობიექტურად, რო შევხედოთ, არის ხალხი, ვისაც აქვს პრობლემები. ბევრი პრობლემა, ბევრი სირთულე, ფსიქოემოციური სირთულეები აქვთ ხოლმე. ოღონდ აქ ესე არის დანახული, რომ ინტელექტის გამო აქვთ. ესე ხედავს შოპენჰაუერი და მე გავკადნიერდები ახლა და შევეკამათები, რომ ინტელექტის გამო კი არ არის, არამედ იმის გამო არის ეს, რომ ინტელექტს არის შერწყმული ადამიანის პიროვნული მე. რას ნიშნავს შერწყმული? ეხლა ნახეთ რა, ასე ვთქვათ, მახე არის ხოლმე აქ დაგებული, რომ ადამიანს, როდესაც იბადება ბავშვობიდან, რაღაცეები კარგად გამოსდის უფრო და რაღაცეები ნაკლებ კარგად გამოსდის. აი მაგალითად ზოგ ადამიანს აქვს მუსიკალური სმენა და ძალიან კარგად ბღერიან ხოლმე ბავშვობიდან. ან ზოგს აქვს პლასტიკა და ცეკვის მონაცემი და ბავშვობიდან შეხედავ და მე მინახავს, ალბათ თქვენც კი ნახავთ ვიდეოები, რომ 2-3 წლის ბავშვი ისე იცეკვებს, ისეთ საცეკვავილეთებს გააკეთებს, რომ უყურებ და გესი ამოვნება რა. ეხლა თან მახსენდება შოპენჰაუერის, ასე ვთქვათ, ის ფრაზა, რომ განტვირთვა რაღაცნაირად და რაღაცნაირად აი ამ ცხოვრების ტანჯვისგან ცოტა ხანი გათავისუფლება და შემსუბუქება არის ხოლმე სილამაზის დანახვა, ესთეტიკის მოძებნა რა. ეს გენიალური აღმოჩენა არის, მართლაც არის ამაში გარკვეულწილად შვება ადამიანის. თუმცა აქაც ახლა ნახეთ რა მახეა ხოლმე დაგებული, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ნიჭი რაღაცა ბავშვობიდან, იქნება ეს ცეკვის ნიჭი, იქნება ეს მუსიკის ნიჭი, ხატვის, ბევრი რაღაცის ნიჭებით იბადებიან ადამიანები რა. კიდე შეიძლება ლაპარაკის ნიჭი კონდეს, ხომ გინახავთ ადამიანი, რომელიც საოცრად საუბრობს, ხო, აი, მეტყველებს გენიალურად ბავშვობიდან. ან არიან ადამიანები, ვისაც ბავშვობიდან ემოციური ინტელექტი აქვთ მაღალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ძალიან ბევრია. და როგორც წესი რაღაცაში ხა გამორჩეული ნიჭი რო აქვს ხოლმე შექებასაც პატარა ასაკშივე დაიმსახურებს და იტყვიან რომ ვახ რა მაგრად იმღერა და რა მაგრად დაუკრა და ასე შემდეგ. აქაც. ეხა ნახეთ რა ხდება. აი ამ დროს ბავშვი ძალიან საფრთხილო მოსაპყრობია, იმიტომ რომ შეიძლება იდენტიფიცირდეს თავის ნიჭთან. და ნახეთ ადამიანი ესეთ დასკვნას გააკეთებს, რომ მე ვარ ჩემი ნიჭი. მე ვარ სიმღერა, მე ვარ ცეკვა, ეხა უტრირებ. მაგრამ ეს იცით რას ნიშნავს, რომ ცეკვის გარეშე მე ვარ არარაობა. რომ ნიჭის გარეშე მე არ ვარსებობ, რომ სიმღერის გარეშე მე არ ვარ პიროვნება, რომ წერის გარეშე მე არ ვარ ადამიანი და ასე შემდეგ. ეგ სხვათა შორის კიდევ მსმენია სამხედრო პირებისგან. სამხედრო პირების ის ნაწილი, ვინც ნაომარია და ომში და ბრძოლაში უგრძნია, რომ უმუშავებს ფსიქიკა და ტვინი და უჭრის მარჯვენა, უჭრის თვალი, არ ვიცი, მოქმედებს, შეუძლია ძალიან სხარტად სწორი გადაწყვეტილებების მიღება და იბრძვის რა ეს ადამიანი და 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 4 წელი ზოგჯერ არის ხო საომარ ვითარებებში და გარემოებებში და მორჩა ომი. დასრულდა და არაფრის მაქნისი ვარ, გრძნობს და განიცდის ასე საკუთარ თავს. მშვიდობის დროს მე არარაობა ვარ. ნახეთ რა მოხდა და ასეთივე მახე რა თქმა უნდა ემართებათ ინტელექტუალებს. მით უმეტეს რომ ინტელექტი და ჭკუა გონება არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად არეული, ანუ აღერევათ ხოლმე ადამიანებს, აღრევას აკეთებენ პიროვნულ მესთან. აი ინტელექტს და ჭკუას ყველაზე ხშირად აიგივებენ, რომ ეს მე ვარ. ესეთი განცდა მოდის და ჩვენ ახლა გეშტალტ თერაპიაშიც, აღმოსავლეთშიც და სიღრმისეულ ესე იგი ფილოსოფიებში შეიძლება დავაკვირდეთ და ვიცოდეთ, რომ არაფერი არ არის პიროვნული მე. პიროვნული მე არის რაღაც ისეთი სუბსტანცია, თუ შეიძლება ამაზე საუბარი, რომელიც ამ ყველაფერს აღემატება, ამ ყველაფრიდან არის განცალკევებული და როდესაც ბავშვი თავიდან იბადება, მან ეს კარგად უწყის. ის ამას გრძნობს, რომ ის არ არის რაიმე კონკრეტული ერთი. ხანდახან თავიდან ისიც ახსოვთ ხოლმე ადამიანებს, რომ შერწყმულია გარესამყაროს. მე და სამყარო ვართ ერთნი. მე მახსოვს ეგეთი მდგომარეობა. ალბათ ესე 2-3 წლის რო ვიყავი, საკმაოდ ღრმა მეხსიერება მაქვს და მახსოვს ეგ, რომ მესა და გარესამყაროს შორის მე საზღვარი იქ ალბათ მქონდა რაღაც დონეზე, მაგრამ ხანდახან არ მქონდა. იყო ეგეთი მომენტები, რომ არ მქონდა.
და ერთ-ერთი დიდი საზღვარი, რასაც შემოსაზღვრავს ხოლმე ადამიანი იდენტიფიცირდება რაღაცასთან და ავიწყდება და ზუსტად ამას ეძახიან მაიას და ზუსტად ამას ეძახიან სამსარას აღმოსავლეთში, რომ იდენტიფიცირდება და გნებავთ ეგოსაც ეძახიან ხოლმე, იდენტიფიცირდება რაღაცასთან, რომ მე ვარ არ ვიცი, ფსიქოლოგი მაგალითად, გეშტალტ თერაპევტი. ან მე ვარ, დედა, ან ქალი ვარ, ან ადამიანი ვარ, ან ქართველი ვარ, ან არ ვიცი, ინტელექტუალი ვარ და ასე შემდეგ. და ამ იდენტიფიკაციაში არის პრობლემა. ზუსტად ამაში არის პრობლემა და ეხლა რატო არის ამაში პრობლემა? ანუ აქ ისევ ვეკამათები შოპენჰაუერს, რომელიც ამბობს, რომ ინტელექტუალიზმი პირდაპირ ნიშანია იმისა, რომ პრობლემები იქნება, ასოციალური გახდები, დარჩები მარტო, იქნები უბედური, ბედნიერება შენთან ვერ მოვა, იმიტომ რომ შენ ისეთ ჭეშმარიტებებს აცნობიერებ და უშვებ შენს ფსიქიკაში, რასაც უმრავლესობა ადამიანებისა ილუზიებით გაურბის. ესე აღიქვავდა რა. ნახე, თუ გონება გახსნილი მაქვს, მაშინ ისეთ რაღაცებს დავინახავ, ისეთ მწარე რეალობებს და სიმართლებს და სხვათა შორის აქვს დანახული, ძალიან ბევრი მწარე რეალობა, რომ მტკივნეული იქნება ჩემი ცხოვრება და ადამიანების ცხოვრების მიზანი არ არის ხოლმე რეალობის რკვევა, ამაშიც მართალია, უფრო მეტად არის ხოლმე კომფორტი. საერთოდ მიძინებული ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ მისი მართვა იდეალურად შესაძლებელია კომფორტითა და დისკომფორტით. მე ანიჭებ დისკომფორტს, მარჯვენა მხარეს წავიდა, ხო? იგრძნო დისკომფორტი, წავა მარცხნივ. წავიდა მარცხენა მხარეს, აგრძნობინე კომფორტი, კიდევ წავა მარცხნივ. დაახვედრე დისკომფორტი, წამოვიდა მარჯვნივ. ანუ კომფორტითა და დისკომფორტით, აი როგორ გითხრათ, ყველას მართვა შეიძლება რაღაც დონეზე. მაგრამ რაც უფრო გამოფხიზლებულია ადამიანი და ამ გზაზეა, უფრო ნაკლებ ექვემდებარება კომფორტსა და დისკომფორტს. რა ნელ-ნელა უფრო და უფრო შეუძლია მაგალითად გადაწყვიტოს და წავიდეს დისკომფორტში, ან გადაწყვიტოს და არ წავიდეს კომფორტში. ეს შეუძლია ნელ-ნელა. ადვილი გასაკეთებელი არ არის. და მაინც ყველგან რჩება მაგისი სივრცეც, ხო, ყველა ადამიანში და აი ამით იმართებაო ადამიანებიო, ეს მართალია, ამაში ვეთანხმები შოპენჰაუერს და არა იმითიო, რომ გაარკვიონ მართლა როგორ არის სამყარო მოწყობილი, რეალურად რა ხდება და ასე შემდეგ. და ამის რკვევას ვინც გადაწყვეტს, ის ასოციალური ხდებაო და მისი ინტელექტის შესაძლებლობები პირდაპირ განაპირობებს, რომ იქნება უბედურიო. და აი აქ არ ვეთანხმები იმ გახლით და იმ კუთხით, რომ თუ ინტელექტთან შერწყმული ვიქნები და ინტელექტის გარდა მე აღარაფერი უკვე ანუ შეპყრობილი ვარ და მხოლოდ ესაა ჩემი სულიერი საზრდო, მაშინ მართალია. მაგრამ თუ ცოტა უფრო ფართოა ჩემი გადასახედი და მე ვიცი, რომ არც ინტელექტი არ ვარ მე და არც თქვათ უინტელექტობა ვარ მე. ხანდახან სულელი ვარ, ხანდახან ჭკვიანი ვარ. ხანდახან ვაკვირდები იმას, რომ სულელი ვარ, ხანდახან ვაკვირდები იმას, რომ ჭკვიანი ვარ. არ ვიცი, ხან უბედურად განვიცდი თავს. მე თქვათ სხვა ადამიანი, შევხვდი ვიღაცა ადამიანს, რომელიც აღვიქვირო თქვათ ინტელექტუალურად, კონკრეტულად შოპენჰაუერის ცოდნაში დავაკონკრეტებ, პირობითად ჩემზე უკან არის. დავინახე ეს. და იმანაც დაინახა ეხლა, რომ შოპენჰაუერი მე უკეთესად ვიცი პირობითად. ასევე შეიძლება პირიქით იყოს შემხვდა ვიღაც, ვინც შოპენჰაუერში მაგრად ერკვევა, მე მისთვის დილეტანტი ვარ და ეგრევე 2-3 სიტყვას რო გაუცვლით ერთმანეთს, ხვდებით, რომ ესეა რა, აი შოპენჰაუერის თემაში მე უკან ვარ, ის წინ არის, ხო? და ეხლა ჩვენ თუ ჩავიკეტებით და კონტაქტს დავიყვანთ აი აქ, აი ამ ვიწრო ჭრილზე, რა თქმა უნდა უბედურად ვიგრძნობთ თავს, რომ როგორ მინდოდა შოპენჰაუერზე მელაპარაკა ამ ადამიანთან, მაგრამ ვერ ერკვევა შოპენჰაუერზე. მე შოპენჰაუერზე ველაპარაკები და ის კიდე მეუბნება, რომ აი ჭიქას რო ამოაბრუნებდა და ყავა რო ისე იყო და იქ რაღაცები რომ მოჩანდა, ეს ნიშნავს, რომ შოპენჰაუერი არის, არ ვიცი, ისეთ ვარსკვლავზე დაბადებული, ბლა ბლა. ამას მეუბნება პირობითად და ნუ განცდა არის ძალიან მაფრუსტრირებელი და მტკივნეული, ხო, რომ რაღაც მე შევაყარე კედელს ცერცვი რა. იქიდან რაღაცა სხვა ამომძახეს აბსოლუტურად. მე რაღაცა ვთქვი და დაიკარგა ეს ჩემი ნათქვამი და აზრიც აღარა აქვს, ვარ ჩუმად. თუ ასე ვიწროთ ვარ მე კონტაქტში მოცემული, რა თქმა უნდა, ზუსტად ასე გავიჭედები, ეხლა როგორც აღწერე, ვიქნები ფრუსტრირებული, მე შემიძლია განვამტკიცო ჩემივე პროექცია, ნუ ეს ხო პროექციაა. რომ მე თუ ჭკვიანი ვიქნები უბედური. ეს არის სცენარი, რომელიც დავწერე, ხო? ამ პროექციით ვარ მოცემული ახლა კონტაქტში. და რა თქმა უნდა, განვიმტკიცდება. ახლა მით უმეტეს თუ მე ინტელექტი მაქვს და სიამოვნეს მისი განვითარება, ყველას ჩვენი ტემპი გვაქვს ამისი, ხო? ანუ შესაძლოა თუ შოპენჰაუერი ჩემთვის ძვირფასია, ძალიან მაგრად შევისწავლე შოპენჰაუერი და რაც უფრო მაგრად შევისწავლე, უფრო გაცოტავდა, შემცირდა ის ხალხი, ვისთანაც მე შემიძლია რომ განვიხილო შოპენჰაუერი და ვარ მარტო.
ძალიან მარტოდ განვიცდი თავს. მაგრამ ეხლა აქ რაში არის აცდენა და სირთულე. რომ არ ვარ მე მხოლოდ ჩემი ინტელექტი და შეუძლებელია მე თუ ნევროზი არა მაქვს თან მაღალი გამოხატულების ნევროზი, რომ მე კონტაქტში მაინტერესებდეს მხოლოდ შოპენჰაუერის განხილვა. ეგ შეუძლებელია. ეს არის ვიწრო პრიზმა. ესე იგი მე რაღაც ესე მიჭირავს და ესე ვიყურები და თუ აქედან რაღაცას გამოჩნდა და დავინახე, ხო, კაი და თუ ვერ დავინახე, რას ვიზავთ. ეს ასევე ნიშნავს, რომ აქეთ-იქით გახედვა არ შემიძლია. ნახე, ძალიან ბევრი გარშემო არის უამრავი თვალწარმტაცი რამ. და ეხლა ეს ადამიანი შემხვდა, რომელიც შოპენჰაუერზე ყავის ამობრუნებით მპასუხობს, რაც აბსოლუტურად აცდენილია, ხო? და მაფრუსტრირებს. მე შესაძლოა დავინტერესდე და ადამიანი არის აი ულევი ზღვა ინტერესის საგანი, თუ მასთან აი ესე როგორ გითხრა, ამ განწყობით შეხვალ კონტაქტში და ეს ფიქსირებული განწყობა რო არის გენიალური მიგნება დიმიტრი უზნაძის, რომელიც არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ხო? ეს არის უდაო. იმიტომ რომ ეს ერთადერთი რამეა, რაც ხელში მიჭირავს გამუდმებით. აი ცვლილება, ხო? სიგარეტი გინდა გადააგდო, გეჭიდავება შენი თავი და ვერ ცვლი. რაღაც გინდა რომ ენა ისწავლო, იქ წინააღმდეგობას გიწევს შენივე თავი და ვერ სწავლო პირობითად. ან გინდა რომ რაღაცას მიეჩვიო, გადაეჩვიო, ეს ქნა. ყველგან არის წინააღმდეგობა. ერთადერთი სად არის ისიც წინააღმდეგობა, მე რასაც დავკვირვები ვარ. როგორ განვეწყობი, აი წინასწარ როგორ ვარ განწყობილი რაღაცის მიმართ. ეს ჩემ ხელშია. წინააღმდეგობის გარეშე არის ჩემ ხელში. აი მივედი ადამიანთან, ხო? წინასწარ თუ მე განვეწყე რომ მოდი ვიქნები ახლა მიმღებელი. აი ჩემ თავს უთხარი. მოდი ვიქნები ახლა მიმღებელი. აი ხო გრძნობ რა დონის მიმღებელი ვარ. აი ცოტა მეტს კიდევ ვეცდები რომ ვიყო მიმღებელი. ამ პირიქით, მოდი მე ახლა შევალ კონტაქტში და არ ვიქნები მიმღებელი. აი წინასწარ განვეწყობი, ხო? აი ამ განწყობას ეგრევე წამისმიერად, აი გეგონება ღილაკი ეჭირება რა. შეიძლება აღარც გახსოვდეს. ეგ არის საოცრება. კონტაქტში შეხვიდე, აღარც გახსოვდეს შენ წინასწარ რა განწყობა დაილაგე და შეიქმენი, მაგრამ ეს განწყობა მაინც გაშვებულია ხოლმე თავისით. არა მხოლოდ ადამიანთან რა. ხო და შეიძლება ახლა ამ განწყობით შევიდე, რომ მოდი ვნახოთ რა იცის ამ ადამიანმა ისეთი, რაც მე არ ვიცი. აი ხო ინტელექტუალი ვარ, მოდი დავრჩეთ ჯერ ისევ ინტელექტუალიზმის იმაში რაღაცა აპოთეოსში რა, რომ აი ინტელექტი და ინტელექტი, ხო? კარგი ბატონო, თუ ასე მაინდა-მაინც ინტელექტზე ხარ იდენტიფიცირებული და შერწყმული და ინტელექტის იქით ვერაფერი დაგინახია ცხოვრებაში, კარგი, იყავი ეგრე. ამის გაკრიტიკებაც შეიძლება, ხო? მაგრამ აბა მოდი ვნახოთ ახლა ეს ადამიანი, რომელსაც ახლა შევხვდი მე და ნუ კაი მოვსინჯე შოპენჰაუერი არ გამოდის, რა იცის მან ისეთი, რაც მე არ ვიცი. რა გამოუცდია, რა გადახდენია თავს. ნახე, ეგრევე ვიღებ ისევ საინტერესო უკავშირს რა. სანამ მე ამოჩემებული იდეით მივდივარ, რომ გინდა თუ არა რაღაცა ფილოსოფიური იდეები უნდა ვიკვლიო და ამაზე სხვათა შორის შოპენჰაუერს აქვს პასუხი მე მაგასაც გეტყვით. აი ვიკვლიო გინდა თუ არა არ ვიცი ნიცშე ან არისტოტელე და ვხედავ რომ იქ თლათ ამდენი ცოდნა არ არის ამ ყველაფრის ვაი აი საით მიექანება ესა კაცობრიობა და მე იმის გამო რომ არისტოტელე მაინტერესებს მე მთელი ცხოვრება უბედური ვიქნები კაციშვილი არ იქნება ვინც გაიგებს ჩემსას აი ჰუი და ვარ სოციალურად იზოლირებული წავალ ისევ სახლში და წიგნს წავიკითხავ ნახეთ რა არის ანუ მე დავკეტე კარი ღია განწყობისთვის რომ რა იცის ერთი ამ ადამიანმა კაი არისტოტელე არ იცის მე რა მოხდა მე რა მოხდა არაფერს არ ნიშნავს ეგ არ იცის კარგი რა გადახდენია თავს რა არის საინტერესო ამ ადამიანში როგორ უყურებს სამყაროს ის როგორც ინდივიდი თქვენ გესმით რომ შემოქმედების ანუ რას კი არსებობს ჩვენ რასაც მივწვდებით სამყაროში ყველაზე დიდი ინტელექტუალური მონაცემების არსება გვიდგას წინ ვინც არ უნდა იყოს ის მაინც არის ადამიანი homo sapiens sapiens ხო და იქ იმხელა გამოცდილებებია და ისეთი ცოდნებია და ინტელექტის სფეროზე თუ ვარ დაჯაჭვული კიდევ ვიმეორებ და მოდი ახლა ეგ ჯაჭვებიც მოხსნათ არ არის საჭირო ხო ამირანი რომ მიჯაჭვულია ეგ საინტერესოა ხო ჩვენს ანუ ეპოსში და ჩვენს მითოსში არის მიჯაჭვულობის საკითხი ის მიჯაჭვულია
ასე არის დასჯილი. და საინტერესოა, რას ნიშნავს ეს ჯაჭვები. ეს ჯაჭვები შეიძლება ნებისმიერ რამეზე იყოს, აი ძალიან უწყინარი მოგეჩვენოს რა, რომ აი რა მოხდა მე ინტელექტუალი ვარ და ესე იგი უბედური ვიქნები. ეს უკვე მიჯაჭვულობა, ამ იდეის ესე გაზიარება, ხო? რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. და აბა მაშ მიუჯაჭველობა და თავისუფლება რაშია, ხო? კიდევ რა მაქვს, საიდანაც მე ლიბიდოს გინგნებავთ სიამოვნებას, გნებავთ სიახლეს ვაგემოვნებ, ვეკონტაქტები სამყაროს ინტელექტის გარდა. კიდევ რა მაქვს? ნახეთ რა მაქვს? შეხება მაქვს, გემო მაქვს, ყნოსვა მაქვს, მხედველობა მაქვს, სმენა მაქვს. ეს ჩემი ხუთი გრძნობის ორგანო და კიდევ ბევრი სხვა ორგანო, ხო? ჩართულია კონტაქტში და 1000 რამის გაგება შეიძლება იქ. ძალიან ბევრი რამის მოსმენა შეიძლება. ხანდახან ესენი ერთმანეთს უშლიან ხელს. აი მაგალითად, ჩვენ გამოგვიცდია ევრივეიში, რომ ზოგიერთ ლაშქრობებზე და შეკრებებზე ცდები ჩაგვიტარებია, რომ ერთ-ერთი გრძნობის ორგანო დაგვეხშო და დანარჩენებით მოგვესმინა, გვეყურებინა და აღვგვექვა ერთმანეთი და აი ჯადოსნური გამოცდილებაა ხოლმე თუ დაიჯერებთ. იმდენი რამ ისმის, როცა მაგალითად თვალები გიხუჭია, ამბნელა. ან იმდენი რამ ჩანს, როდესაც პირობითად ყურები გაქვს დახშული, იმიტომ რომ ერთმანეთს აღარ უშლის ესენი ხელს, ხო? ასევე არის. თუ მხოლოდ ინტელექტის პრიზმა გიჭირავს, სხვა პრიზმები გადაყრილია. საერთოდ არის ხოლმე წამყვანი პრიზმა რა, როგორც წესი ხა ადამიანებში მაგალითად, ხო, გრძნობის ორგანოებიდან მხედველობა არის ხოლმე წამყვანი. აი თუ თვალები გახელილი გაქვს, ჩათვალე, რომ აი სმენა, ყნოსვა, გემო ესენი არის უკან. თვალს როგორც კი დახუჭავ და ვიცით ხო რომ ადამიანები ვინც უსინათლოა, აქვთ ხოლმე საოცარი სმენა და ჩქამი ესმით. აი პატარა ჩქამი და ხდება რა ხდება იქ, ხო? იმიტომ რომ განვითარდა ეს, ამოიწია. და მაგის გაკეთება ისედაც შეიძლება და მოდი შევადაროთ ახლა ანალოგია გავაკეთოთ, რომ თუ უბედურება მოაქვს ჩემთვის იმას, რომ სულ ვიყურები მარტო. ანუ ეს შევადაროთ ახლა ინტელექტს. აი ინტელექტუალი ვარ, ხო? და მინდა გითხრათ, რომ ჩემს საკუთარ ტყავზე გამომიცდია ეს ყველაფერი ხა, რასაც გიყვებით. მე ბავშვობიდან მქონდა გამორჩეული მახვილი ანალიზის უნარი. შეიძლება ბევრი სხვა უნარი არ მქონდა, აი მაგალითად დავალების წაკითხვა მეშლებოდა ხოლმე. ჩქარობდი და რაღაცა სხვა დავალებას ვაკეთებდი მე, იმიტომ რომ ესეც ასტრაფებული ტვინის გამო იყო. ეხაც აღვიქვა რომ გესაუბრებით, რომ ჩემთვის საინტერესო თემა რომ წამოვიდა ავჩქარდი. იმიტომ რომ ჩემ ტვინში კიდე უფრო სწრაფად მოდის ახლა აზრები და იდეები და კიდე ვანელებ. მაგრამ თან ვცდილობ რომ ისე სწრაფადაც არ ვილაპარაკო, რომ გავიქცე ისე რომ ვეღარ გაიგოთ რა. ბევრი რამ ხდება მოკლედ. მაგრამ ეხლა ესე წარმოვიდგინოთ, რომ ინტელექტმა და ინტელექტის გამოყენებამ მომიტანა რაღაცა ცუდი გრძნობა ვიღაცასთან კონტაქტში, ხო? და შევადაროთ ანალოგია, რომ ვუყურებ და დამღლელია, აი თვალები, აშკარად მაზოლები ამომივიდა უკვე რა, მაუბედურებს ეს. და ვინ დამავალა, რომ მარტო ვიყურო? აბა მოდი მოვისმენ. დავხუჭავ თვალებს. ანუ ინტელექტის ნაცვლად, მოდი ახლა რაიმე სხვას დავაკვირდები რა, ხო შეიძლება? მაგალითად მოვისმინო რა გადახდა თავს. დავაკვირდე თქვათ მისი ემოციური თავგადასავალი და განცდები რა არის აქ და ამჟამად. როგორ ექსპრესირებს ადამიანი, რას გამომიხატავს, ჩემში რა გრძნობას აღწრავს. ნახეთ, სხვა გრძნობის ორგანოები გავააქტიურე. დავხუჭე თვალები ცოტა ხანი. ეგეც კიდე გამოვიყენებ ბუდას სიმბოლოს. ბუდას ძალიან ხშირად უხუჭია თვალები, ისე ზის, ხო? რატო? იმიტომ რომ პრევალირებს ძალიან ეს თვალები და თვალები ხო პირდაპირ ტვინს არის მიბმული, ეგეც ხო ვიცით? ანუ ტვინია ეს. ეს თვალები არის ტვინი, ლოგიკა, რაღაცნაირ ჩასაფრება, დამიზნება, ძალიან საჭირო ის არის თვისებები. მაგრამ თუ მარტო აქ ახარ და სხვა გრძნობის ორგანოები ნიველირდა და უკანა პლანზე გადავიდა, რა თქმა უნდა მოვა უბედურების განცდა, იცით, ცოტა ისეთი სიტყვაა. მოდი უფრო ისეთი ადამიანური სიტყვები ვთქვათ, ფრუსტრაცია, დაღლილობა, ერთი და იგივე სტრიალით, ნახე, იმიტომ რომ სულ ხედავ და დავიღალე, მომყირჭდა. აი სულ რო ინტელექტუალი ხალხი ვნახო და 24 შვიდზე შოპენჰაუერზე ვინმე მილაპარაკოს, ხო, არავის არ უსურვებ მაგას. საშინელ დღეში ჩავარდება ეგეთი ადამიანი, იმიტომ რომ სხვა პლასტებიც აქვს ადამიანს და თუ მხოლოდ შოპენჰაუერი აინტერესებს, ესე იგი შერწყმულია აქ. და აი მოყირჭების, გულის რევის განცდა გაუჩნდება.
ეს ნაწარმოები ტყუილა არ არის, გულისრევა ტყუილა არ ქვია. არ წამიკითხავს, მაგრამ სიმბოლურად დაახლოებით ვგრძნობ რა არის იქ. ეხლა მოდი შევხედოთ იმ ნაწილს შოპენჰაუერისა, რომელსაც თან ვეთანხმები და თან ვეცდები, რომ კიდე განვავითარო. და მე ერთ ცოტა სახუმარო ნაწილსაც ვიტყვი, რომელიც იმ დღეს მაგმაში შემხვდა და ერთი ამბავი იყო იქ ატეხილი რა. ეხლა ზუსტად არ მახსოვს რა ციტატა იყო, მაგრამ მიახლოებით გეტყვით იმასაც. ეს მეორე ნაწილი ახლა რაშიც ვეთანხმები არის, რომ ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ილუზიის ნაცვლად რეალობის გარკვევა და ეგ მტკივნეული პროცესი უნდა რომ გაიაროს, იმიტომ რომ კი ხშირად მტკივნეულია და სიმამაცესაც მოითხოვს. უბრალოდ მაგაში გაჭედვა არ ვარგა, ჩემი წინა ასე თქვა საუბარი მაგას ეძღვნება, რომ გაჭედვა არ ვარგა, თორე რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, ძალიან გამომწვევია ინტელექტით ჩაწვდე რაღაცებს. მაგარია ძალიან რა. არ შეიძლება მაგის ესე ნაგვისყუცე მოსროლაც. ესე არ გაიგოთ ეხა მე რაც თქვი. ხო და რას ამბობდა ეხა ნახე, რომ ინტელექტუალი ადამიანი ნაცვლად იმისა გაურბოდეს მარტო ყოფნას და იტანჯებოდეს ამით, ზოგჯერ შეტრიალდეს და იყოს მარტო. თავისი ნებით, დარჩეს თავის თავში, თავის ფიქრებში და ესე ჩაწვდეს ინტელექტით სამყაროს რა პრობლემაა. ეს არის კარგი მისთვისო რა, ესეთ რამესაც ამბობს და ასევე მოძებნოს მსგავსი ხალხი, მსგავსი ინტერესების, რომ მათ ერთადაც განიხილონ სამყარო. რეალურად ახალს არაფერს არ ამბობს აქ, ხო? აი, თუნდაც ეს რო ვიცით, ფილოსოფოსების სკოლა რო იყო პერიპათოსი და ესა, ხო, საბერძნეთში, ანუ იკრიბებოდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ვასტიმულირებთ ფსიქოლოგიურად. ჩვენი ინტელექტით ერთმანეთს ვასტიმულირებთ და ის კი არა რომ მე ინტელექტუალი ვარ და ერთადერთი ვარ ამ სამყაროში და არავის ჩემი არ ესმის და წავიდე ჩავიკეტო ოთახში, მატყუებს ამ დროს ჩემი ტვინი. ჯობს რომ მოუნახო ის ხალხი, ვისაც წვავს ეს ინტერესი და ვისაც არ წვავს ეს ინტერესი არაუშავს. ისინი ცუდი ტიპები კი არ არიან, ჯერეთი პროცესია ადამიანი. დღეს მწვავს ეს ინტერესი, ხვალშება საერთოდ არ მაინტერესებდეს რა. აი როსინი მახსენდება სულ, რომელსაც ოპერებს წერდა და გენიოსია და აღარ მაინტერესებსო და წავიდა და ეს დაიწყო კულინარია და საჭმელებს აკეთებდა. შეიძლება ეგრე მოხდეს. ადამიანია სიცოცხლე ბევრად აღემატება რაიმე ერთი კონკრეტული საქმის თუ მნიშვნელობის თუ რაღაცა მოღვაწეობის შინაარსებს რა. აი არ შეედრება. სიცოცხლე არის ალბათ ორშოს უთქვამს და მანდ ვეთანხმები. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც მიმდინარეობს აქ და ახლა ჩემთან. კი, შეიძლება ინტელექტუალური ფიქრები საინტერესოა, მაგრამ ეგ მეორე ხარისხოვანია. სიცოცხლე თავის აი ამ მთელი კალეიდოსკოპით, მთელი სამყაროს აღქმით თუ ვერ აღქმით, არის თავარი რაც ხდება. ძალიან ფართო გადასახედია და ასეა. და ანუ შოპენჰაუერი ამბობდა, რომ ერთ მსგავსად მოაზროვნე ხალხი რომ შეიკრიბოს ეს კარგია და ხანდახან რომ განმარტოვდეს ადამიანი და კი არ გაურბოდეს მარტო ყოფნას, არამედ იმასაც შეუბრუნდეს ზოგჯერ. კი არ გაექცეს მოწყენილობას, პირიქით ხანდახან მოწყენილობაში იყოს და ასე შემდეგ. ეს სიმამაცია კი და ამაში ვეთანხმები და ცოტა გავშლი იმ კუთხით, რომ ნახე ესეა მოწყობილი, რომ ადამიანი არის სოციალური არსება. ადამიანებს რაღაცა რომანტიკა აქვთ ხოლმე, რომ აი მე რაღაც სოციალური არ ვარ და მე რაღაცა ჩემს სამყაროში ვარ ჩაკეტილი და რაღაცა ჩემს ბაბლში თუ რაღაცა ერთადერთი ვარ და მარტო ვარ, ნანა, ესეთ რაღაცებს ამბობენ და კიდე ახასიათებთ მე რასაც დავკვირვები ვარ. და ალბათ ესე უფრო ადვილია ეხლა ლაპარაკი და ცოტა კრიტიკულად თუ შევხედავ, ალბათ ისევ ჩემ თავზე ვსაუბრობ, მაგრამ მოდი ესე ვიტყვი ახლა. მეც ხო შეიძლება გავიადვილო ცხოვრება ზოგჯერ. მეც მაქვს ამისი ლეგიტიმური უფლება და სხვებზე ვიტყვი ამიტომ, რომ იციან ხოლმე ასე, რომ აი კონტაქტის დროს მიიღებენ სიამოვნებას, კმაყოფილებას, მერე წავლენთ იმ თავის, არ ვიცი, ოთახში თუ სახლში თუ მარტო ყოფნაში თუ რაღაცაში და დევალვირებენ. და გონიათ, რომ ეს არის ინტელექტუალური შრომა. ეს დევალვაცია, რომ დიდი რამე ხა. აფერი არ მიგძვინია კაცო, ამ დროს შეხედავ გაღიმებულია, მაგრამ არა, რო კითხავ რომ როგორ გძნობ თავს, არაფერი ისეთი არ ყოფილა, არაფერი ისეთი არ ყოფილა. ესე თუ გაესაუბრები ამ განწყობით საკუთარ თავს, როცა მარტო რჩები, ყველაფერს შეიძლება რომ ფასი დაეგარგოს, რა თქმა უნდა. შეიძლება რომ ადამიანმა თავის ინტელექტით გაიუფასუროს თავისი გრძნობები და ეს დიდი ინტელექტუალიზმის ნიშანი არ არის. უბრალოდ ერთ-ერთი მოვლენაა, რასაც ინტელექტით ახორციელებს ადამიანი, მეტი არაფერი. ამიტომაც
აქაც ახლა შოპენჰაუერი არ არის რა თქმა უნდა ამ ილუზიების მსხვერპლი, ну სადღაც ისიც არის ილუზიების მსხვერპლი, მაგრამ აქ არა და ამბობს რომ like minded people მსგავსი ინტერესების მქონე და გონების მქონე ხალხი რო იკრიბება და საუბრობს ეს კარგია, იმიტომ რომ ერთმანეთს უცვლიან ამ იდეებს და ერთ ენაზე საუბრობს ეს ხალხი. და ახლა მესამე აღარ მახსოვს ზუსტად რა ეწერა. მაგრამ რაღაცა ესეთი ეწერა რა, აი სექსისტური, რომ რაღაცა ქალებს მხოლოდ ძლიერი მამაკაცი ჭირდებათ თუ რაღაცა და სხვა არაფერში მათი ბედნიერება და სიხარული არ არის და ქალის ინტელექტუალიზმი არ გაიშვას და რაღაცა ესეთი ნარატივია რა. ეხლა ციტატა არ მახსოვს, მაგრამ შოპენჰაუერს აქვს საკმაოდ შავი წარმოდგენა და შავი აზრები ქალზე რა, რომელიც აღიქოს ნიჩესაც აქვს, ხო, ქალთან შესახვედრად თუ მიდიხარ მათრახი წაიღე და რაღაცა ესეთი საუბრები. ხო და ნუ რა ბევრ რამეს ხედავ ამაში და ერთი ორს გაგიზიარეთ. ერთი ის რომ როდესაც სისტემა რაშიც ცხოვრობთ ესეა განაწილებული რომ ქალი მიბმული უნდა იყოს კაცზე, მიჯაჭვული. ამ შემთხვევაში ის რა თქმა უნდა манипуლირებს და ადამიანი რომელიც ჩემზე манипуლირებს, მე დიდი სიამოვნებით წავიღებ მათრახს, როცა მას შევხვდები, გინდა ქალი იყოს, გინდა კაცი. თუ დავინახე რომ манипуლირებს და სოციალური მოწყობა რაშიც ნიჩე იყო წარმოდგენილი და არსებობდა, სავსე იყო ამით, ხო? მაშინ ქალი და კაცი არ იყო გაცალკევებული. ბიბლიაც ხო ამბობს ერთ ხორცს, ერთ სულ ეს რაღაცას. და არ ხდება ეს ერთ ხორცს და ერთ სულ. აქ ხდება რა, რომ კაცს და ზედმეტი ისა აქვს შეტენილი, რაღაც დამოუკიდებლობა და ბრჭყალებში თავისუფლება ვითომ და ქალი манипуლირებს. და ეხა манипуლატორ არსებასთან რა თქმა უნდა მათრახით მინდა რომ წავიდე და მართალია ნიჩი. აქ ქალზე არ არის. აქ საუბარია იმაზე როგორ იყო მოწყობილი სოციუმი. და თუ ეხა манипуლატორა არსებაზე შენ არიცი რომ манипуლატორია და უმათრახოთ წახვალ გადაგივლის რა თქმა უნდა შენ გეგონება რომ შენ გიჭირავს მათრახი ხელში ზუსტად მაგრამ იმას ეჭირება და გადაგიჭერს და მარცხნივ წახვალ მარჯვნივ წახვალ კომფორტი დისკომფორტი ხო მათრახი საერთოდ ეგ არის მეტი არაფერი კომფორტ დისკომფორტის ამბები ეს ერთი როგორც მესმის მეორე როგორც მესმის ნიცშე იქიდან გამომდინარე რომ კაცია მას ფრუსტრაციები მისი ფრუსტრაციები და წყენები ქალებს უკავშირდებათ და გასაგებია რომ ცხელგულზე შეიძლება ძალიან გაბრაზებული ყოფილიყო და იგივეს დიდი სიამოვნებით და უარესებს ცხელგულზე ვამბობ ხოლმე კაცებზე არ მაქვს პრობლემა როდესაც ვფრაზდები ესეც გარკვეულწილად სიმამაცე და თავისუფლებაა რომ ხანდახან ვასოცირდე ჩემს სქესთან და ჩემი სქესისგან მოტანილ იმ უმარტივეს პრიმიტიულ ფრუსტრაციებთან რომელიც მას მოაქვს და ეგ მისაღებია აბსოლუტურად ხო ესეც ვარ და იქაც ახლა შოპენჰაუერთან რაც ეწერა ძალიან ისეთი მარტივი ცხოველური ნაწილი იყო დანახული ქალის აი არც მახსოვს ნახე იმდენად არ მატრიგერებს და იმდენად მესმის რა გადასახედია რომ ციტატა არ მახსოვს ახლა მაგრამ მახსოვს რომ აი რაღაც ძალიან ცხოველური პრიმიტიული მხარე იყო აღქმული ქალში და კაცში რა ორივეში და ამაზე იყო მე ძალიან დიდი ამბავი ატეხილი რომ თქვენ დღემდე ესე ხედავთ ქალებს და ეს ნაგავი და მაგმას ეს როგორ ეკადრება რომ ეს დადეს და ასე შემდეგ და იცით რა სიმამაცე რაშია და შოპენჰაუერის ასე ვთქვათ დიდი გამარჯვება ინტელექტისა რაშია რომ აი ეს ნაწილიც რომელიც შესაძლოა საზიზღარი იყოს უსიამოვნო იყოს არასწორი იყოს ულამაზო იყოს და ასე შემდეგ ისევე იმსახურებს არსებობას ისევე იმსახურებს ყოფნას და ისევე პატივისცემის ღირსია როგორც ის ნაწილები ადამიანში რომელიც მოგწონს გვსიამოვნებს გვიზიდავს და ასე შემდეგ და აზრის სიმამაცე და აზროვნების სიმამაცე იმაშია რომ რაღაცნაირად საკუთარი თავის მიმართ აი ამ პატივისცემითაც განვეწყოთ რა რომ აი მაგალითად თუ მე დავინახავ რომ არ ვიცი მჭირდება ძლიერი მამაკაცი რომელიც თავს სუსტად მაგრძნობინებს მის გვერდით ხო ამის დანახვა შემეძლოს ჩემ თავში და ამის დანახვას როდის შევძლებ იცი როდესაც მე მიმღებელი ვიქნები რომ არაუშავს იცი თუ ესეთი ხარ თუ ესე ხარ მოწყობილი თუ ესე დავიბადე თუ ესე არის ჩემი ბუნება ხო იყოს ასე იმიტომ რომ მე ისიც ვიცი და ადამიანებმა ღირს რომ ეს უდიდესი სიბრძნე ვიცოდეთ რომ ეს ყველაფერი
ნებისმიერი თვისება რაც ჩვენში არის არ ამოწურავს ჩემს პიროვნულ მეს. ჩემი პიროვნული მე ამ ნაწილთა ჯამზე მეტია. და ის არის რომელსაც შეუძლია რომ ამასაც კი დააკვირდეს. აი შეიძლება ადამიანი, როდესაც სიმამაცით განეწყობა აზროვნების მიმართ, რაღაცა ისეთ სიმახინჯეს აკვირდებოდეს საკუთარ თავში, მისი გადასახედით სიმახინჯეს, თორე რა ვიცი, მთადაბარზე ან რაიმე ბუნების ხედზე შეგიძლიათ რომ თქვათ რომ მახინჯია, ანუ ზოგი უფრო ლამაზია, მაგრამ ესეც ბუნებაა, ისიც ბუნებაა, ხო? და სიმამაცე აი ამაში მდგომარეობს, რომ ესეც მისაღებია და მეორეც ხო არც ეს არ ვარ სრულად მე. და ის ადამიანები, რომლებიც ძალიან აიჯაგრებიან ხოლმე, რომ ნუ თუ ძლიერი არ მჭირდება ძლიერი მამაკაცი, მე თვითონ ვარ ძლიერი, ან კაცები რო იტყვიან ხოლმე, რომ აუ ქალებმა ტვინი გაბურღეს და ნეტა შემეძლოს რომ ქალი საერთოდ არ მინდოდეს და ნუ რაღაც ათასნაირი ვარიანტი არის, ხო? ამის ფრუსტრაციიდან გამომდინარე და ამის ნაცვლად რომ შენ თუ აღიქვავ რომ ეს ახარ დაჯაჭული ხარ აი ამას და მარტო ეს ახარ, რა თქმა უნდა უმტკივნეული, ძალიან მტკივნეული გამოცდილება იქნება და არაფრის ფასად ამას ფსიქიკა არ მიიღებს სიტყვის, რომ არ ვარ მე ეს, არ ვარ სხვაზე ნაკლები, არ ვარ ესა საწოდავი, ან ჭირდება დახმარება, არ ვარ ის სხვასთან ნაკლებად ინტელექტუალი, ისეთივე ჭკვიანი ვარ, როგორც კაცები არიან, ან ნაკლებად ჭკვიანი ვარ, ვიდრე ქალები არიან, იმიტომ რომ მანიპულირებენ და ნუ აი ძალიან ბევრი ესეთი ტექსტი არის რა, დაძაბული. და დაძაბულობა იმაშია, რომ ადამიანს ამ დროს ავიწყდება, რომ ეს მისი პიროვნების მხოლოდ ნაწილია, ერთი შემადგენელი ნაწილი. შეიძლება საკმაოდ დიდი, მაგრამ ყველაზე ესეთი თუ კი რამე არის პიროვნება არის ის დამკვირვებელი, რომელსაც აი ამასაც კი შეუძლია რომ დააკვირდეს. და თუ შერწყმული ვარ ახლა ამასთან, რომ სხვაზე ნაკლებობის განცდა მაქვს, ხო ძალიან ძიმედ აღიქმება. ესა ვარ, ნუ თუ რომ სხვაზე ნაკლებად გრძნობ თავს და всё. და თუ ესა ვარ, სულ ძალიან წარეა. თუ აღვიქვა რომ ესეც ვარ, მხედველობაც ვარ, სმენაც ვარ, ყნოსვაც ვარ, გემოც ვარ, არც ერთი არ ვარ ზოგჯერ აპათია ვარ. ზოგჯერ სიმპათია ვარ. ხან ეს ვარ, ის ვარ და ბოლო ის ვარ, ვინც ამ ყველაფერს აკვირდება. აი ამ შემთხვევაში მოძრავია ეს პროცესები და არ არის გაჭედილი. ესეც ისევ გავს ინტელექტზე გაჭედვას, ან ინტელექტზე ჩაჭიჭინების ნაცვლად, უბრალოდ ღია განწყობას სამყაროს მიმართ, რომ მოვიდეს რაც მოსასვლელია. და მივიღო რაც მისაღებია. საინტერესოა რაც არის. ძალიან ბევრი რამ არის საინტერესო. აი აქ დავასრულებ, თუ მოგეწონათ და თუ არის ვინმე დაინტერესებული, რომ ესეთი ლაივების ჩავწერო შოპენჰაუერზე, ნიცშეზე, არისტოტელეზე, სოკრატეზე, ყველასთან მაქვს მე ჩემს ფიქრებში და აზრებში ნაკამათებიც, დავთანხმები ვარ კიდეც და ასე შემდეგ. ხელი აიწიეთ კომენტარებში და დაფიქსირდით, რომ დაგინახოთ და 3-4 ადამიანი მაინც თუ იქნება ჩავწერ ხოლმე. მადლობა.